100 წლიანი ისტორიის მქონე აზერბაიჯანის სახელმწიფო დიდი ზარზე იმით აღნიშნავს გაზეთ ექინჩის დაარსების 150 წლის თავს და მას თავისუფალი პრესის საფუძვლად წარმოაჩენს. თუმცა ამ პათეტიკური დღესასწაულის მიღმა რეალობა სხვაგვარია. ბაქოში თავისუფალი სიტყვა კი არ აღნიშნება, არამედ ისჯება. სანამ ხელისუფლება ტაშს უკრავს პრესის თავისუფლების შესახებ, მაღალფარდოვან განცხადებებს ათობით ჟურნალისტი თავის დღესასწაულს ციხეში ატარებს. აბზას მედია. ეს სახელი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის წითელ ნაჭრად იქცა. მისი თანამშრომლები ულვი ჰასანლი, სევინჯვა გიფკიზი, ელნარა გასიმოვა და ნარგის აბსალამოვა მხოლოდ იმისთვის, რომ კორუფცია და ხელისუფლების უკანონობა ამხილეს, დღეს პატიმრობაში არიან. 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჭილი. ისინი თუმცა გაჩუმებას არ აპირებენ. პრესის დღისადმი მიძღვნილ სტატიაში პირდაპირ მიმართავენ ილჰამ ალიევს და უმკაცრესი კრიტიკით ამხელენ თუ როგორ აქცევს ყარაბაღი აზერბაიჯანია ლოზუნგით მოქმედი რეჟიმი ოკუპირებულ ართახს მკვდარ ზონად. ყარაბაღი აზერბაიჯანიას მთქმელ ჩინოვნიკების ჯგუფებად ყოფთ. დიდ მიწის ნაკვეთებს თქვენს კომპანიებს აძლევთ. ყარაბაღელებს კი შენობებში ტენით. არც მოსავალი, არც პირუტყვი, არც სამსახური. ისინი ბრავოს ბაზარში დადიან და პროდუქტებს ითხოვენ. მეიდან ტვს დაპატიმრებული მთავარი რედაქტორი კი აინურ ელგუნეში ქურდახანის საპატიმროდან წერს. აზერბაიჯანი პრესის 150 წლის თავს 30-მდე ჟურნალისტის დაკავების ფონზე ემზადება. ყველა მიცის, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ სიმართლეს ვწერთ. ძევლად ყვავართ, რადგან ვაშუქებთ ხელისუფლების უკანონო და კორუმპირებულ ქმედებებს. ჩვენ წერდით იმ კორუფციაზე, რომლის გამოც ადამიანები შუადღისას დედაქალაქში ხიდების ქვეშ იხჩობიან. გზა აინგრევა, იძირება და რამდენიმე დღის შემდეგ მათი ცხედრები აღმოჩნდება. ჩვენ წერთ კორუფციასა და უკანონობაზე მათ მიერ შექმნილ მტკივნეულ სურათზე, რომ ჩვენი ქვეყანა გულსისხლძარღვთა დაავადებების მხრივ მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველია. რატომ ვამბობ ყოველთვის პასუხისმგებლობა ილჰამ ალიევს ეკისრება? იმიტომ რომ საბოლოოდ ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ხოლო საიტ არგუმენტ წერტილი აზიის მთავარი რედაქტორი შამშად აღაევი სააპელაციო სასამართლოში გამოვიდა სიტყვით პრესის მოჩვენებითი თავისუფლების დღისადმი. უეჭველია ეს ავტორიტარული სტრატეგიული მოკავშირეების ერთობლივი, შეთანხმებული პოლიტიკა იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა, მთავრობის წარმომადგენლები და მათი კალმოსნები მედიაში ამას უარყოფენ და ამავდროულად ტელევიზიითა და უფლებამოსილი მედია საშუალებებით 1927 წლის ატმოსფეროში აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ კამპანიას და სასჯელს ითხოვენ. განა ეს პოლიტიკური დაკვეთა არ არის? თითქოს და სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის უმოწყალოდ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მკვლევარი ჟურნალისტი ბეჰრუს სამედოვი კი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ დუმს, ხოლო მისი ადვოკატი ზიბეიდა სადიხოვა ამტკიცებს, რომ სასამართლომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგინა. სამედოვი უბრალოდ მშვიდობის მოყვარე მეცნიერია, რომელიც ომს ეწინააღმდეგება. მან უბრალოდ საჯაროდ გამოთქვა აზრი ომის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის ფონზე აზერბაიჯანში პრესის თავისუფლებაზე საუბარი რბილად რომ თქვათ უზნეობაა. ბაქოს დიქტატურა დღეს ცდილობს თავისუფალი სიტყვის ისტორიული ღირებულება პრესა პოლიტიკურ ფარდად აქციოს, რათა დაფაროს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებს არა მხოლოდ არ იცავენ, არამედ კრიმინალიზაციას უკეთებენ და აპატიმრებენ, ხოლო მშვიდობის მქადაგებლებს სომხების ჯაშუშის იარლიყს აკრავენ.